Bloomberg's ინფორმაციით 10-მდე ქვეყანამ გამოთქვა მზაობა ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში ჯარები გაგზავნოს. Გამოცემის ცნობით ევროპული სამხედრო კონტინგენტი ფრონტის ხაზიდან მოშორებით უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე ევროპა და ამერიკა ერთობლივად მუშაობს. აღმოსავლეთ პოლონეთის ტერიტორიაზე უცნობი ობიექტი ჩამოვარდა და აფეთქდა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. პოლონეთის თავდაცვის ძალების განცხადებით საჰაერო საზღვარი არც ბელარუსის და არც უკრაინის მხრიდან არ დარღვეულა, მიმდინარეობს გამოძიება. ობამას დროს რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბუშის დროს საქართველოს დიდი ნაწილი, ჩემ დროს არაფერი წაუღია, აცხადებს ტრამპი. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა, თუმცა ეს აღარ მოხდება. სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია, ასე პასუხობს კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების დეკლარაციას. მისი თქმით, ოცნებამ ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა თავადვე შეიჩერა, თუმცა დეკლარაციის ტექსტში საუბარია საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვაზე, თუ ქვეყნის არადემოკრატიული კურსი არ შეიცვლება. კალაძემ ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მისი თქმით, თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება და ის დიდი დიღმის დასახლებას მეტრო დიდუბესთან დააკავშირებს.